კვარაცხელიას მორიგი ისტორიული მიღწევა. რას ამბობს ქართველი ლუის ენრიკეზე? ვინ არის პარის სენ-ჟერმენის ვარსკვლავი კლუბის მფლობელის აზრით? რა უთხრა ილია თოფურიამ ამერიკის პრეზიდენტს და ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გასული გოლები? ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ გერმანიიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ პარის სენ-ჟერმენთან ერთად მორიგი ისტორია დაწერა. პარიზელებისა და ბაიერნის მეორე დაპირისპირება ფრედ 1-1 დამთავრდა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 6-5 და შესაბამისად პარის სენ-ჟერმენმა ზედიზედ მეორედ ფინალის საგზური მოიპოვა. კვარაცხელიამ კი ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში გოლიან საგოლე გადაცემა გააკეთა. მთლიანობაში კვარაცხელიას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს. ამ შეხვედრაშიც კვარა ყველა მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მართალია UEFA-მ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ვილიან პაჩო დაასახელა, თუმცა სპორტული გამოცემების აზრით საუკეთესო ქართველი იყო. უფრო მეტიც, მათი ნაწილი თვლის, რომ კვარაცხელიას ოქროს ბურთის სეზონი აქვს. შეხვედრის შემდეგ მედიასთან თავად ქართველმა, მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და პარის სენ-ჟერმენის მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფმაც ისაუბრა. მათ მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ძალიან ვამაყობ, რომ ეს ისევ შევძელით, მაგრამ წინ ფინალია და ამ თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი თამაში. რა თქმა უნდა, ამ კლუბისთვის ყველაფერს დავდებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი სწრაფად გავიტანეთ. დავინახე, რომ დემბელე თავისუფალი იყო და უბრალოდ პასი უნდა მიმეცა. მან კი ძალიან კარგად დაამთავრა. ძალიან ვამაყობ მისით და მთელი გუნდით, რადგან დღეს ვიბრძოლეთ. საოცარი იყო გუნდური სულისკვეთება. ძალიან ვამაყობ, რომ ამ ბიჭების ნაწილი ვარ. არ ვიცი ვარ თუ არა ჩემი შესაძლებლობების პიკში, თუმცა ამისთვის ყოველდღე ვმუშაობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი და გამარჯვება. უბრალოდ მოგება მინდა. ვიცი რომ უნდა ვირბინო და თავი დავიცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სათადარიგო სკამზე აღმოჩნდები. ყველა ერთმანეთისთვის თავს ვწირავთ. ძალიან ვამაყობ ამ გუნდით. კარგად ვთამაშობთ, რადგან მწვრთნელის დავალებებს ვასრულებთ და ვცდილობთ მოედანზე გავაკეთოთ ის, რასაც კვირის განმავლობაში ვამუშავებთ. მიხარია რომ გუნდის დახმარება შევძელი. გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ. დაცვის დახმარებას რაც შეეხება, ბოლოს მწვრთნელმა მითხრა, რომ თუ არ ვირბენდი სათადარიგოებში აღმოჩნდებოდი. ვცდილობ მცველებს ყოველთვის დავეხმარო. რომც არ გინდოდეს, ან ენერგია აღარ გქონდეს, ძალა უნდა იპოვო უკან დასაბრუნებლად. არსენალს ისევე როგორც ყველა გუნდს პატივს ვცემთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშის ჩვენება. სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულები. დიდად დავფიქრობთ იმაზე, ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე. უბრალოდ ვემზადებით ჩვენი თამაშის საჩვენებლად და მოედანზე ყველაფერს დავდებთ. ამიტომაც რთული შეხვედრა იქნება. რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შენი მოწინააღმდეგე. უბრალოდ უნდა გახვიდე მოედანზე და ისიამოვნო თამაშით. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ფინალში გასვლა ზედიზედ მეორედ შევძელით. დღეს დაცვა შეტევაზე უკეთესი იყო. ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ბაიერნია, ხასიათი, რომელიც ვაჩვენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ინტენსიური და რთული შეხვედრა გამოვიდა. ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ ფეხბურთს. ორივე გუნდი ერთმანეთს გავს, თუმცა ჩვენც გვიყვარს მაღალი პრესინგი. როგორც ვთქვი, ძალიან ბედნიერები ვართ. 2 დღეში დაბადების დღე მაქვს და უზომოდ ბედნიერი ვარ. შემდეგ ეტაპზე გავედით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს მომავალშიც ბევრი ასეთი საჩუქარი გავუკეთოთ. ნამდვილი საოცრებაა ორი ფინალი და ამჯერადაც გამარჯვება გვინდა. ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები, ჩვენ გვყავს მეომრები, ჩვენ გვყავს მყარი გუნდი. ბაიერნი შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მოთამაშეებით, მაგრამ ჩვენთვის ბრწყინვალე შეხვედრა იყო. გასულ წელს აქ ისტორია დავწერეთ. გვინდა გავაგრძელოთ პარის სენ-ჟერმენის ისტორიის წერა. მიზანი მეორედ გამარჯვება. ვარსკვლავი გუნდია, ყოველს ბრძოლა სურს. ეს არის ფეხბურთი, ეს არის პარის სენ-ჟერმენი. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, საუკეთესო გულშემატკივრები. ისინი საუკეთესოები არიან. ვინ არის ჩვენთვის მთავარი ვარსკვლავი? არავინ. მთლიანად გუნდი, რომელსაც ყველა შეხვედრაში ბრძოლა სურს. ასევე ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს მოთამაშეები, რომლებიც მოიგებენ ოქროს ბურთს მოუნდენო 3, 4, 5 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედაა და ამჯერად ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 30 მაისს გაიმართება. ახლა კი ამერიკა და თეთრი სახლი, სადაც 15 ივნის ჩანიშნული ღონისძიების მთავარი გმირები ამერიკის პრეზიდენტს შეხვდნენ. დონალდ ტრამპთან ერთად, რა თქმა უნდა, იმყოფებოდა ილია თოფურიაც, რომელიც ამ შეხვედრის ყველაზე გამორჩეული მომენტის მთავარი მონაწილე იყო. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯასტინ გეიჯს მეგობარი უწოდა, თოფურიასა და ტრამპს შორის დიალოგი შედგა. ილია თოფურია, რომელზეც ამბობენ, რომ მასზე ძლიერი არავინ არსებობს და ჩემი მეგობარი ჯასტინ გეიჯი, ის ისეთი მებრძოლია, როგორიც
აქამდე არ გინახავთ. მას ეს ქვეყანა ძალიან უყვარს. მადლიერი ვარ, რომ მოგვეცით ეს შესაძლებლობა შევქმნათ სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ღონისძიება. მადლობა ღმერთს ამ საოცარი დღისთვის. მშვენიერია, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვეგრძნო, რას ნიშნავს ყოფნა ოვალურ ოფისში. ეს ნამდვილი საოცრებაა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია თუ ასეთი კეთილი იქნებოდით. კი, ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. თქვენს მეგობარს ყველაზე რთული გამოცდა რატომ მოუწყვეთ? ხომ თქვით, რომ ის თქვენი მეგობარია? მართალი ბრძანდებით, ყველაზე რთული გამოცდა მოუწყვე. ზოგადად ვფიქრობ, რომ 15 ივნის ყველა თქვენგანს ყველაზე რთული ტესტის ჩაბარება მოუწევს. თქვენ ოპონენტს კარგად იცნობთ. იცით რამდენად მაგარი მებრძოლია. როგორი განწყობა გაქვთ? დიახ, კარგი ოპონენტია და კარგ განწყობაზე ვარ. როგორია თქვენი გამარჯვების შანსები? სრული რწმენა მაქვს. 100%-ით ხომ? ამიტომაც ვარ აქ და ისინიც ასე ფიქრობენ. რა თქმა უნდა, იმედია მასაც იგივე რწმენა აქვს. ეს კი საოცარ ბრძოლას შექმნის. შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ეს ივენთი 15 ივნის გაიმართება და მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საკუთარ ტიტულს პირველად დროებით ჩემპიონთან ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს. ბოლოს კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური, სადაც 4 შეხვედრა გაიმართა. ეს ტური ტორპედოსა და რუსთავის დაპირისპირებით გაისმა და შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. სამგურალმა მეშახტეს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. იბერია გორის დილას ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. დინამო ბათუმი კი გაგრას ესტუმრა და 2-1 გაიმარჯვა. მე-11 ტურში დარჩენილი ერთი დაპირისპირება, რომელშიც დინამო თბილისი სპაერს უმასპინძლებს 7 მაისს საღამოს 8 საათზე გაიმართება. ახლა კი გიტოვებთ ამ 4 შეხვედრაში გასულ გოლებს და კომენტარებში დაწერეთ, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. თამნიერია რუსთაველი ფეხბურთელები ალმეიდა შეიგდო ბურთი და ეს ჯარიმაა, კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჯარიმაა და ყვითელი ბარათიც. ეს სხვა რაკურსია უკვე. ხო, მიიღო გადაწყვეტილება. ყვითელი ბარათი გაუქმებული იქნება. გაუქმებულია და არის წითელი ბარათი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში რჩება ქუთაისის ტორპედო. პასის გაცემა ქუთათელაძე. გაითამაშეს ბურთი დარტყმა და ძმების მიერ გათამაშებული კომბინაცია და უფროსმა ძმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ მოახერხა გოლის გატანა. ორივე შესვლაზე შემოვიდა და აი ხედავთ, საგოლე პასი და გოლი ობით უნდა ვნახოთ. აი ხედავთ. ნიკოლოზ ქუთათელაძე მოდის, ალექსანდრე ქუთათელაძეს პასი და უფროსი ძმის მშვენიერი შესრულება. კოხრეიძე, ნახოთ ორ ფეხბურთელს შორის გავიდა, პასიც გააკეთა ანდრიჩი, დარტყმა და ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა ქუთაისელებს 92 წუთზე. შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და გიორგი კოხრეიძე ის ხედავთ. კარგია აქ კოხრეიძე რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაიარა და ეს ვარდნაში მოახერხა მხოლოდ გადაცემის გაკეთება და შემდეგ კომნენ ანდრიჩმა შეასრულა. ეს იყო მართლა ძალიან ლამაზი. დაგანია კარგი იყო ამ ეპიზოდში. ბარტიშვილი გრძელდება, იბერია შეტევა, ბარტიშვილის პასი ღუდუშაურზე და რა ბურთი შეაგდო. ძალიან მაგარი გოლი გაიტანა პაატა ღუდუშაურმა. იდეალური შესრულება და ანგარიში ხდება 1-0 მეორებას და მართლაც ვისიამოვნებთ ამ ლამაზი გოლით. ჯინჯოლოვას გადაცემა ზაგანია ძალიან კარგად თამაშობს, გაატარა ბურთი და აი ბარტიშვილის პასთან ნახეთ ღუდუშაურის შესანიშნავი შესრულება და ანგარიში ხდება 1-0 იბერია დაწინაურდა. ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა მართლაც პაატა ღუდუშაურმა და დააწინაურა იბერია ტაიმის მიწურულს. მაღალი ჩაწოდება, თავი დარტყმა და ანგარიში გაიხსნა 55 წუთზე ჯანჯღავა გატანილი გოლის ავტორი. აი განმეორებით გეგეჭკორის ჩაწოდება და პირდაპირ ყოჩახ რა კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში, რა კარგად ითამაშა. ჯანჯღავა გადაცემა ველისოლი უნდა გაიტანოს აქ და გაიტანა კიდე 77 წუთზე ველისოლი გახდა გატანილი გოლის ავტორი. უნდა გაიტანოს თქვი, იმიტომ რომ ძალიან კარგ სიტუაციაში დარჩა. პროვდა საქართველოს ეროვნულ ლიგაში. აი აქ კარგ პოზიციაშია, გადმოიტანა ბურთი მარჯვენა ფეხზე და დაარტყა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია გამარჯვებისკენ. დაიწყებდა ერთადაც მოუწია თამაში, არჩევანი აქ. ნიანს აქ საფათო ეპიზოდი დარტყმა და ანგარიში ხდება 2-1 ძალიან სწრაფად მოახერხა მაინც მეშახტე ანგარიშის შემცირება და თამაში გრძელდება.
არავინ არ არის მარცხენა ფლანგზე და უგრეხელიძე, რომელიც ჩართული იყო შეცდომაში, ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა. აქ თამაშგარე არ არის, რადგან საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, აქ რა თქმა უნდა ეს პასიური თამაშგარია, მეორე ველისოლი ამ შემთხვევაში და გარისკა ამ ეპიზოდში საიდან გადააგდო ბურთი და მეკარე წინ იყო გამოსული და ბუნებრივია ვერ მოახერხებდა. ხო აქტუალური გახდება მაშინ, მით უმეტეს, როდესაც უერდი მარა აკეთებს ასეთ წავე გადაცემას და მშვენიერი კომბინაციის დასასრული არის დმიტრი მანდრიჩენკოს მიერ გატანილი გოლი, არაჩვეულებრივ კომბინაციას სწორედ მოლდოველმა ფორვარდმა დაუშვა ბოლო აკორდი. არა აკეთებს აქ არაჩვეულებრივ გადაცემას, იყო თუ არა აქ თამაშგარე წულუკიძემ გააკეთა ბოლოს საგოლე გადაცემა და აღარ გასჭიროებია დმიტრი მანდრიჩენკოს გატანა, მაგრამ ერთი შეხედვით გამიჭირდება იმის თქმა, იყო თუ არა აქ თამაშგარე, რა თქმა უნდა, ვიდეო მსაჯები მოსში გამოიტანეს მასპინძლებმა. ჩიტეიშვილი აბრუნებს ბურთწავე ზონაში, კირკიტაძე და აქ მე მგონი ყველაფერი უკვე დასრულდა. არაჩვეულებრივად გათამაშებული კომბინაცია და საბოლოოდ აქ მე მგონი ისევ დმიტრი მანდრიჩენკო ხდება გატანილი გოლის ავტორი და გოლი სიმშვიდის და ალბათ შესაძლოა გადაწყვეტი გოლის გატანაზეც იზრუნეს და კირკიტაძის არაჩვეულებრივი გადაცემა გახედა კირკიტაძემ მთავარი მსაჯის ასისტენტს გვერდით მსაჯს მანდრიჩენკოზე ვთქვით და ალბათ ლაზარე კუპატაძეც. აქ ვნახოთ ეს ეპიზოდი და გაგრელები ახერხებენ ერთი ბურთის გაქვითვას. ამ შემთხვევაში გატანილი გოლის ავტორი ხდება ზურაბ ჭავჭანიძე. კუპატაძე თავის გულს მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ურთულესი ბურთები მოიგერია. ესეც ის სერია, რაზეც ვსაუბრობდი, 7 თამაში იყო ისეთი ამ გუნდებისა ბოლოს 7 მატჩი, რომელშიც ორივე გუნდს გაქონდა გოლები და ამ შეხვედრაშიც ეს ტენდენცია შეინარჩუნეს. ვნახოთ.